თავი მეორე. თქვენ თავად იცით ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა არ იყო ამაო. ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გვექადაგა სახარება დიდი ბრძოლით. ვინაიდან ჩვენს შეგონებაში არ არის არც ცდუნება, არც უწმიდურება და არც ცბიერება. არამედ როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს. რადგან არასოდეს გვილაპარაკია მოსაფერებელი სიტყვებით, როგორც იცით, არა ანგარების მიზნით, ღმერთია მოწამე. არც ვეძიებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან, არც ხვებისგან. თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ შვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური თავის ბალღებს რომ შეჰფოფინებს. ასევე ჩვენც, თქვენ და მი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის. ხომ გახსოვთ ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა, დღე და ღამ შრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისევ ვქადაგებდით თქვენ შორის სახარებას. თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც, თუ რა წმიდად, სამართლიანად და უმწიკლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ. მორწმუნენო, რადგან თქვენ იცით, როგორც მამა შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავისი სასუფევლისა და დიდებისაკენ. ამისათვის ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნენო. რადგან თქვენ ძმებო, გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისაგან, ისევე როგორც მათ იუდეველთაგან, რომელთაც უფალი იესოც მოჰკლეს და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან. გვაბრკოლებენ წარმართებთან ლაპარაკში, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ ავსებენ თავიანთ ცოდვებს, მაგრამ მოეწევათ რისხვა საბოლოოდ. ჩვენ კი ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტი წადილით ვესწრაფოდით თქვენი პირის ხილვას. ამისათვის გვინდოდა განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა. რადგან რა არის ჩვენი იმედი, ან ჩვენი სიხარული, ან ჩვენი კვეხნის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას. ვინაიდან თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.